მუსხის საფეხბურთო ფესტივალის ფინალი ახალციხისა და მუსხის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდების ამხანაგური შეხვედრით გაიხსნა. 4 სხვაობით მუსხის გუნდის წარმატების შემდეგ ასევე ამხანაგური შეხვედრა ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორის PSP-ს გუნდსა და ახალციხის ძველ საფეხბურთო ნაკრებს შორის გაიმართა. ახალციხელებმა PSP-ს გუნდი ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. ფინალურ შეხვედრამდე სპორტსმენებმა და შეკრებილმა საზოგადოებამ ფესტივალის გახსნაზე ტრაგიკულად დაღუპული ასპინძელი ფეხბურთელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. რის შემდეგაც ფინალში გასულ ორ გუნდს ახალციხის მესხეთსა და მუსხის შორის დაძაბული მატჩი გაიმართა. მუსხის გუნდმა ანგარიშით 2-0 ახალციხელები დაამარცხა და ფესტივალის თასის მფლობელი გახდა. მე ვარ გუნდის კაპიტანი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. როგორც წინა წელს და შევეცდებით მოვალ წელსაც და იმის შემდეგაც მივახციოთ წარმატებებს. მოვიგეთ ახალციხის ნაკრებს 2-0. მე ძალიან მიხარია რომ საფუძველი ჩაედგა ამ ჩემპიონატს და იმედი მაქვს რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება. მუსხის საფეხბურთო ფესტივალს წელს სპონსორობა ჩაი გურიელმა ელიტ ელექტრონიქსმა და ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ გაუწია. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ფინალში გასული გუნდების გარდა საუკეთესო ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი დაიჯილდოვდა. პრიზები ასევე ყველაზე პატარებსა და მოტივირებულებს გადაეცათ. გაიმართა ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა მუსხის საფეხბურთო სკოლისა და ახალციხის საფეხბურთო სკოლის გუნდები. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს უამრავი საჩუქრები და ერთი სიტყვით ფესტივალმა შეასრულა მთავარი მიზანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართო ჯანსაღი ცხოვრების წესში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის და ქვეყნისათვის. PSP უკვე მეორე წელი არის მუსხის საფეხბურთო ფესტივალის გენერალური სპონსორი. ამ ფესტივალის მთავარი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარება რეგიონში. წელს მუსხის საფეხბურთო ფესტივალში ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 8 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი მეხუთე წელია იმართება და მის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესში ახალგაზრდების ჩართვა წარმოადგენს. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება.